საქართველოს პრეზიდენტის განცხადების პასუხად განვმარტავთ, რომ არეულობა ყირგიზეთში ხალხის მთავრობით, ეკონომიკური კრიზისით და სოციალური პრობლემებით უკმაყოფილებამ გამოიწვია და არა გეოპოლიტიკურმა თამაშმა. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ქვეყანაში 7 აპრილის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოს შეფასებებით უკმაყოფილოა. საკუთარი განცხადების მიზეზად ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ 8 აპრილს გაკეთებული შეფასება მოჰყავს. მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მხოლოდ ყირგიზი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს ყირგიზეთის მთავრობაში. სრულიად აშკარაა, მიუხედავად უარყოფისა, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უხეშად ერევა ყირგიზეთის შიდა საქმეებში და ცდილობს თამაშოს გეოპოლიტიკური თამაშები ყირგიზი ხალხის ხარჯზე. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებას არ შეუძლია მმართველი გუნდის დამოკიდებულება. რუსეთის ბრალეულობაზე უმრავლესობაში ოფიციალური ბიშკეკის განცხადების შემდეგაც საუბრობენ. მედვედევმა დაიწყო აღიარებითი ჩვენებების მიცემა, განცხადებები გააკეთა ყირგიზეთთან მიმართულებით, მან თქვა, რომ ანალოგიური შესაძლებელია განვითარდეს სხვა რესპუბლიკაში, ეს პრაქტიკულად არის აღიარებითი ჩვენება. ქართული ვერსიის მსგავსი მოსაზრება 8 აპრილს რადიოსადგურ ეხო მოსკოვთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმაც გამოთქვა. მაშინ ბაკიევს მიაჩნდა, რომ დესტაბილიზაციის ინსცენირება გარეშე ძალების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების კავშირი ბიშკეკის შიდა დაპირისპირებებთან მანაც გამორიცხა. მომხდარში უცხოური ძალების კვალი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც უარო. ამაზე ბარაკ ობამას მთავარმა მრჩეველმა რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფაულმა პრაღაში ვიზიტისას ისაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში მიმდინარე სპეცოპერაციებს ყირგიზეთში მდებარე სამხედრო ბაზიდან უზრუნველყოფს. ადგილობრივი მთავრობის ბრძანებამ მანასის ბაზის დახურვის შესახებ 2009 წელს ყირგიზეთს რუსეთის მხრიდან საკმაოდ დიდი ფინანსური დახმარება მოუტანა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ყირგიზეთის ხელისუფლებამ 2009 წლის 22 ივნისს განაახლა. ყირგიზეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. თუმცა ბიშკეკის ტრაგედიის შესახებ მსგავსი შეფასებებისაგან საქართველოს გარდა ამ დრომდე ყველა თავს იკავებს.